ჩვენ დავბრუნდით რეკლამის შემდეგ და ვაგრძელებთ გადაცემას უხერხული კითხვების რუბრიკით. ბევრი ადამიანისთვის ექიმთან ვიზიტი გარკვეულ უხერხულობასთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს თუ ეს ვიზიტი გინეკოლოგთან ეხება საკითხს და შემდეგ უკვე სექსუალური ცხოვრების ასპექტებსაც მოიცავს. Პაციენტები მილიონ ხერხს მიმართავენ ხოლმე იმისთვის, რომ კითხვები შეალამაზონ და ინფორმაცია რაღაცნაირად ისე მიაწოდონ ექიმს და დასვან კითხვას. სინამდვილეში აქ რეალობა იკარგება ხოლმე. არა და ამის საჭიროება საერთოდ არ დგას. გინეკოლოგთან ვიზიტი ზუსტად ისეთივე ვიზიტია, როგორც ტრავმატოლოგთან, თერაპევტთან ან ნებისმიერ სხვა ჩემს კოლეგასთან. არაფერია სასირცხულო იმაში, რომ გინეკოლოგს კითხვები დაუსვათ საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მათი პროფესია სწორედ ესაა, ყველასგან რომ მალავთ ისეთი პრობლემების მოგვარება და თქვენი ცხოვრების რიტმში დაბრუნება. მათ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ყველაფერი სმენიათ და აქამდეც უნახავთ. ამიტომ თამამად მოუყევით მათ სიმართლე და დაუსვით კითხვები ნებისმიერ საკითხზე. დღეს კი თქვენს მაგივრად თქვენს კითხვებს ჩვენ გავაჟღერებთ. მას ასე ჩვენი სტუმარი არის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქალბატონი მანანა მგალობლიშვილი. გამარჯობა ქალბატონო მანანა. რამდენად ხშირია ესეთი დამორცხებული შეკითხვები პაციენტების მხრიდან თქვენს მიმართ? პაციენტებს რასაკვირველია ხშირად უჭირთ გაჟღერება ესეთი ძალიან ინტიმური და ესეთი საკითხების. თუმცა მე მიხარია რომ ბოლო პერიოდებში უფრო გახსნილები არიან სქესობრივი ურთიერთობის შესახებ არის ბევრი კითხვა სქესობრივად გადამდებ ინფექციებზე ზუსტად აი ეს კითხვების ნაკრები გვაქვს ჩვენი მაყურებლების მიერ მოწოდებული და ჩვენ როგორც დაგპირდით ყველა კითხვა შეიძლება ვერ გავაჟღეროთ მაგრამ აზრების მიხედვით ვაჯგუფებთ ამ კითხვებს და რა თქმა უნდა თქვენს მაგივრად ჩვენს ვავთ კითხვებს აი ეს ის კითხვებია შეელამაზებულად დასმას რო ცდილობენ ხოლმე ჩვენი მაყურებლები და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვაა პირველი კითხვა. Რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია სექსუალური ცხოვრების დაწყების წინ გინეკოლოგთან ვიზიტი? სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ექიმთან ვიზიტი არის აუცილებელი, საჭირო იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს სხვადასხვა გართულებები, რომელიც შეიძლება თანსდებდეს ამ სქესობრივ ცხოვრებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ცოდნა გარკვეული მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ ხშირად გონიათ, რომ სქესობრივი ცხოვრება, სქესობრივი კონტაქტი ეს არის მხოლოდ პენეტრაცია. სქესობრივად გადამდები ინფექციები შეიძლება გადაედოს უბრალოდ ინტიმური შეხებისას. ჩვენი მაყურებლის შეკითხვა იყო ესეთი, რატომ უნდა ვიაროთ გინეკოლოგთან თუ არაფერი არ გვაწუხებს? გინეკოლოგთან უნდა იარო იმისათვის, რომ თავიდან აიცილო ის გართულებები, რომელიც შესაძლოა გქონდეს მომავალში. სამწუხაროდ ჩვენთან არ არის განვითარებული პროფილაქტიკური მედიცინა და ადამიანებს გონიათ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ გინეკოლოგიას, სხვა მიმართულებებსაც ეხება. ადამიანებს გონიათ, რომ როცა რამე აქტივდება, ან შეგაწუხებს, მაშინ უნდა მიხვიდე ექიმთან. ამ დროს გაცილებით უფრო მარტივია და ბევრად უფრო იაფია, თუ უბრალოდ პროფილაქტიკას ჩაიტარებ რეგულარულად გარკვეულ პერიოდში. არაფერი არ მაწუხებს, ეს კიდევ უფრო მეტ კონკრეტიზაციას მოიცავს, მაგალითად პაციენტის გასინჯვისას, როდესაც დამისვავს კითხვა გინეკოლოგთან ბოლო ვიზიტი, ან საერთოდ ყოფილიყარ თუ არა, ესეთი მომზადებული სახით ვიღებ ხოლმე პასუხს, რომ იცი არ მაქვს მე სექსუალური ცხოვრება, რატომ უნდა ვიყო გინეკოლოგთან და ამ დროს დიფერენციულ დიაგნოზზე მაქვს ჩემი საფიქრანი და ამ შექმნილ უხერხულობაზე, რამდენად სწორია, ეს საკმაოდ ხშირი პასუხია ხოლმე დიახ, სხვათა შორის ხშირად გონიათ ქალებს, რომ თუ სქესობრივი ცხოვრება არასდროს არ ქონია, ან ქონდა ერთხელ და მერე დიდი ხანი არ აქვს, გინეკოლოგიური დაავადებები არ განვითარდება. ამ დროს ეს არ არის სწორი. არსებობს ერთადერთი ეს არის სქესობრივად გადამდები ინფექცია, თუ არა გაქვს სქესობრივი კონტაქტი, ის ვერ გადაგეტება. დანარჩენი ნებისმიერი გინეკოლოგიური დაავადება შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში, ქალში, რომელსაც არასდროს არ ქონია სქესობრივი კონტაქტი. სწორედ სქესობრივად გადამდები ინფექციების შესახებ იყო ესეთი შეკითხვა, შესაძლებელია თუ არა დაავადდეს ადამიანი აუზში, ან ზღვაში, ან ჭუჭყიანი თეთრეულიდან. ესეც ძალიან გავრცელებული აზრია და ხშირად მეუბნებიან პაციენტები, რომ აი ზღვაზე რომ ვიყავი, იქ რაღაც ინფექცია გადამედო ზღვიდან ან აუზიდან და ეს არ არის სწორი. ზღვიდან, აუზიდან
ინფექცია არ გადადის. სქესობრივად გადამდები ინფექცია მხოლოდ სქესობრივი ურთიერთობის შედეგად გადადის. Ну ეს გადამდებ დაავადებებს და ინფექციას გასაგებია, მაგრამ იგივე კითხვა მე ხშირად მომისმენია ორსულობასთან დაკავშირებით. თეთრეულიდან აუზიდან და ფანტაზიას გააჩნია. არა, თეთრეულიდან აუზიდან ზღვიდან ორსულობა ეს არის შეუძლებელი. შემდეგი შეკითხვა მაყურებლის იყო, შესაძლებელია თუ არა საქალწული აპკის მთლიანობის აღდგენა ქირურგიული ჩარევის გარეშე. რასაკვირველია, ოპერაციის გარეშე ეს არ ხდება, მაგრამ ოპერაციით რა შეიძლება მოხდეს? ოპერაციით საქალწულე აპკი რომ აღადგინო ისეთი როგორიც იყო, ეს შეუძლებელია. უბრალოდ აქ ხდება ის, რა მიზნით აკეთებენ ამას, ხო? რა მიზანი აქვს პაციენტს. ალბათ ის მიზანი რომ სქესობრივი კონტაქტის დროს იყოს ისეთი შეგრძნება, თითქოს პირველადაა სქესობრივი აქტი. ანუ ამ დროს უნდა მოხდეს საშოს შესასრულის შევიწროება და ეს ოპერაცია რასაკვირველია შესაძლებელია, მაგრამ ოპერაციის გარეშე რაიმე პრეპარატებით ეს შეუძლებელია. შესაძლებელი არის თუ არა საქალწული აპკის მთლიანობა დაირღვეს ჰიგიენური ტამპონით? არის ძალიან პატარა წვრილი ჰიგიენური ტამპონები, რომელსაც გოგოები იყენებენ სქესობრივ კონტაქტამდე. ანუ მათ არასდროს ჰქონიათ სქესობრივი კონტაქტი და ჩვეულებრივ შეყავთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საქალწული აპკი დააზიანო ტამპონის შეყვანისას. ძალიან საინტერესო შეკითხვა აქვს ჩვენს მაყურებელს. არ ვიცი ესეც რას გულისხმობს ამ შემთხვევაში, ან რაიმე თქვათ მოცემულობას თუ ეყნობა ეს კითხვა, მაგრამ ვფიქრობ კითხვა საინტერესო. შესაძლოა თუ არა ორსული ქალი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ კიდევ დაორსულდეს? ეს შეუძლებელია. როცა არის ქალი ორსული, იქ კიდევ ვერ დაორსულდება. რამდენად მართალია ის, რომ გამოცდილი გინეკოლოგის თვალით ადვილად შესამჩნევია დასაწყისი ორსულობა და თუნდაც მენსტრუალური ციკლის დაწყება? დასაწყისი ორსულობა და მენსტრუალური ციკლის დაწყება შეუძლებელია, რომ ექიმი მიხვდეს, გინეკოლოგი, როცა უბრალოდ შეხედავს ქალს და სხვათა შორის ხშირად მეკითხებიან, ექიმი მიხვდება თუ არა, რომ მე მქონდა სქესობრივი კონტაქტი. რასაკვირველია, ვერ მიხვდება. ეხოსკოპიური კვლევისას. აი ეს აინტერესებს ხშირად, რომ ეხოსკოპიური კვლევისას ტრანსაბდომინალური ზემოდან მიხვდება თუ არა, რომ მქონდა სქესობრივი კონტაქტი, ვერ მიხვდება. თუ ორსულად არ არის, თუ ორსულადაა, მაშინ მიხვდება. მაშინ ფაქტია. ძალიან საინტერესო კითხვაა და ვფიქრობ ქალების უმეტესობას ეს კითხვა აწუხებს და კითხვა იმიტომ აწუხებს, რომ ზოგადად თითქოს ესეც უნდა იყოს. ნორმალურია თუ არა მტკივნეული მენსტრუაცია, რამდენად დასაშვებია რომ ესე იყოს და რამდენად რეკომენდებულია ტკივილ გამოყუჩებელის მოხმარება? მენსტრუაცია არ უნდა იყოს მტკივნეული. მენსტრუაციას ახლავს გარკვეული დისკომფორტი, შეიძლება ოდნავ ტკივილი და ეს ნორმალურია, მაგრამ თუ არის ეს ისეთი ტკივილი, რომ ტკივილ გამოყუჩებლის გარეშე ვერ ძლებ და ბევრმა იცის არის ისეთი ტკივილი, რომ შრომის უნარიანობასაც კი კარგავს ქალი და ვიცი შემთხვევები, რომ სასწრაფოსაც უძახებენ იმის გამო, რომ არანორმალური ტკივილი აქვს. ეს რასაკვირველია არ არის ნორმალური. ძალიან მარტივად შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება ექიმ გინეკოლოგთან. ესეც ხო ამბობენ, გათხოვდები და აღარ გეტკინება, არ გაგიგონდათ? კი, გამიგია, ამას თავისი საფუძველი აქვს. რასაკვირველია არ არის სწორი, რომ გათხოვდები, ეს არაფერ შუაში არ არის ამასთან, მაგრამ როგორც წესი, ძალიან ხშირად აი თავიდან, როცა 20 წლამდე დაახლოებით ასაკში, უფრო ახალგაზრდა ასაკში, როცა ეწყებათ მენსტრუალური ციკლი, მაშინ გამოიყოფა დიდი რაოდენობით პროსტაგლანდინები, რომელიც იწვევს საშუალოსნოს შეკუმშვას, ძლიერ შეკუმშვას, მერე უკვე ასაკის მატებასთან ერთად ეს ჰორმონები, ასე ვთქვათ, დაბალანსდება და ეს ტკივილი ნელ-ნელა გადის და ასაკის მატებასთან ერთად ხშირად ემთხვევა ის, რომ ორსულობა აქვს, იმშობიარა და მართლაც შემცირდა ტკივილი. რამდენად კორექტულია, როდესაც გინეკოლოგი სექსუალური პარტნიორების რაოდენობას და სქესობრივი აქტის სიხშირეს გვეკითხება? იცით რა არის?
აქ ვიტყვი იმას, რომ რასაკვირველია, აუცილებელიცაა, იმიტომ რომ სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა, სიხშირე, სქესობრივი კონტაქტის და ასე შემდეგ, რაც ეხება სქესობრივ ცხოვრებას, ეს აძლევს ინფორმაციას ექიმს იმისათვის, რომ დასვას სწორი დიაგნოზი და მკურნალობის ტაქტიკაც შეარჩიოს. ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის მაგალითად კონტრაცეფციის დანიშვნისას, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, ქალს მაგალითად იშვიათი კონტაქტები აქვს, რამდენიმე პარტნიორი ყავს, ერთი ყავს და ასე შემდეგ. მაგრამ აქ მეორე საკითხია, როგორ შეეკითხები ამას პაციენტს და აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეთიკა, ურთიერთობის ეთიკა. შეიძლება თანხლებ პირთან იყოს და მასთან ეს არ მოყვეს. სხვათა შორის არის შემთხვევები, რომ თანხლებ პირთან არის. მე პირადად არასდროს არ ვეკითხები თანხლებ პირთან ერთად, თუ ის არ არის მისი მეუღლე. სქესობრივი ცხოვრების შესახებ ამას ვეკითხები ცალკე უკვე, როდესაც ან რაღაც ესეთი მომენტი იქნება, ან ისე ვქმნი, რომ ცალკე შევეკითხო, ეს კითხვა დაუსვა. არასასურველი ფეხმძიმების თავიდან ასარიდებლად დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ხშირად მოიხმარენ ეგრეთ წოდებულ ავარიულ კონტრაცეპტივებს და ჩვენ მაყურებელს აინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა აი ესეთი ტიპის კონტრაცეპტივების რეგულარული ან ხშირი მიღება. ეს პრეპარატი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ჰორმონს. დაახლოებით 20-ჯერ, 10-ჯერ, 20-ჯერ უფრო მეც ვიდრე ვთქვათ ჩვეულებრივი კონტრაცეპტივი. ამიტომ მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დარღვევა. ეს არ ნიშნავს, რომ ჰორმონალური დარღვევა დაემართება და მთელი ცხოვრება და უნდა იმკურნალოს. უბრალოდ იმ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დარღვევა, კერძოდ საკვერცხების ფუნქციის დარღვევა და ვთქვათ კისტა იზრდება საკვერცხეში და ასე შემდეგ. ამიტომ მისი მიღება შემდეგ გარკვეული დრო ჭირდება ორგანიზმს, რომ აღდგეს და გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და ეს ჰორმონები დაალაგდეს. და თუ ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ორგანიზმმა დაისვენოს და აი ამ ავარიულ კონტრაცეპტივს ვაძლევთ, მაშინ ეს ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ცუდი შედეგები. კიდევ ერთი შეკითხვა ქონდა ჩვენს მაყურებელს, როგორ დავძლიოთ სიმორცხვე მამაკაც გინეკოლოგთან და რამდენად არის მართალი ის, რომ მამაკაც გინეკოლოგთან მიანთან მშობიარობა გაცილებით უფრო კომფორტულია ვიდრე ქალბატონთან, იმიტომ რომ მამაკაცი მიანები არ ჩხუბობენ და უფრო ესეთ მშვიდად და წყნარად იღებენ მშობიარობას. აი ეს მეორე აზრი რატომაა გავრცელებული ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ლმობიერი და უფრო კაციც, ქალიც ეს გააჩნია ადამიანს, როგორია, უბრალოდ ექიმობა მოითხოვს დიდ პროფესიონალის, ცოდნას, გამოცდილებას და ეს ყველაფერი შეიძლება ქონდეს როგორც კაცს, ასევე ქალს თანაბრად. ჩვენ ექიმში კი არ უნდა ვხედავდეთ ის კაცია თუ ქალია, ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს, რომ ის არის პროფესიონალი, ის არის ექიმი და ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა კაცია თუ ქალია. მშობიარობის ნაწილში ეს მაინც მითი მგონია, რომ კაცი თუ იქნება ამ შემთხვევაში ექიმი უფრო მარტივია მშობიარობა, მგონია რომ ამას თავიანთი გამოცდილებიდან ქალები ავრცელებენ და შემდეგ უკვე რაღაცა ვიღაც კონკრეტული სახელი და გვარი ჰპოვებს ხოლმე რაღაცა განსაკუთრებულ პოპულარობას ამ ნაწილში და სინამდვილეში ამას არანაირი სამედიცინო ჩვენებით ლოგიკა არ გააჩნია. შესაბამისად ალბათ ჩვენ მაყურებელმა კითხვა საიდანაც აიღო, პასუხიც იქვე იქნება, რომ ვიღაცამ პირადი გამოცდილება გაუზიარა. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი გამოგვივიდა ჩვენი გადაცემის. ნამდვილად. ბევრი საინტერესო შეკითხვა იყო, პასუხებიც ამომწურავი, უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა. დიდი მადლობა თქვენ მოწვევით. საუბრის ბოლოს კი კიდევ ერთხელ გთხოვთ, დროულად მიაქციოთ ყურადღება გინეკოლოგიურ პრობლემებს. მოძებნეთ ისეთი გინეკოლოგი, ვისთანაც საუბრის არ მოგერიდებათ. გახსოვდეთ, რომ პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა იწყება და მთავრდება ექიმის კაბინეტში. ასე რომ არ გაქვთ მიზეზი გამოიჩინოთ უნდობლობა და შესაბამისად ნუ შეუქმნით საფრთხე საკუთარ ჯანმრთელობას. ჩვენს მაყურებლებს კი შევახსენოთ თამა, რომ მოგწერონ, რაც შეიძლება მეტი საინტერესო შეკითხვა Facebook გვერდზე, ჩვენ მათ აუცილებლად საინტერესო სტუმრებთან ერთად უპასუხებთ.